სკოლების მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროცესების კოორდინაციის მიზნით უწყებათა შორისი კომისიის მორგის ხდომა გაიმართა. მონაწილეობა მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანმანათლებლო დაწესებულებების სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობა განიხილეს. გამოწვევებზე იმსჯელეს და მათი გადაჭრის მიზნით შესაბამისი რეკომენდაციები შეიმუშავეს. უეცა შესაძლებლობა დეტალურად განვეხილა მიმდინარე პროექტები სასკოლო ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით, ასევე სარემონტო, სარეაბილიტაციო სამუშაოები. გვაქვს მუდმივი კომუნიკაცია პრემიერ-მინისტრთან თითოეული ამ კომისიის ხდომის შედეგების გაცნობის თვალსაზრისით, რამე თუ პრემიერ-მინისტრის მხრიდან დაპრიორიტეტებული არის სასკოლო ინფრასტრუქტურის შემდგომი განვითარება და იმ პირობების უზრუნველყოფა, რაც სწავლების პროცესისთვის აუცილებელია თითოეულ საჯარო სკოლაში. ჩვენ ყოველდღიური მჭიდრო კომუნიკაცია გვაქვს იმისთვის, რომ მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტი, მთავარი პრიორიტეტი, რაც არის ზოგად საგანმანათლებლო დაწესებულებების, რაც შეიძლება სწრაფად რეაბილიტაცია და ახლების მშენებლობა, ამ საკითხებთან დაკავშირებით მუდმივ ვართ კოორდინაციაში. იყო რამოდენიმე საკითხი, მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც კომისიამ განიხილა, მათ შორის რწმუნებულებთან ერთად, სამხარეო რწმუნებულებთან ერთად და ჩვენ გავაგრძელებთ მსგავს შეხვედრებს იმისთვის, რომ ყველა ის პრობლემა და გამოწვევა, რაც ამ მიმართულებით გვაქვს, რაც შეიძლება ოპერატიულად გადავწყვიტოთ.